მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდით, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ვისთანაც მუშაობ, ესე იგი, დეკემბრის 15-მდე დასრულდება ყველასთან აბსოლუტურად ყველა სამუშაო, რაც კი მაქვს აღებული. ამიტომ თუკი მე ეხლა არ გწერთ და რაღაცა არ გამოვიდივარ კონტაქტზე, იცოდეთ რომ დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებამდე დავასრულებ ამ ყველაფერს და იმიტომ რომ შემდეგ მთლიანად გადავერთო სახალხო ბოქსებზე, სადაც იქნება განთავსებული, შეგახსენებთ თქვენ სახელზე და მონაცემებზე მორგებული ჩემო კარგო სამაჯურები, რა თქმა უნდა, ეთერზეთები, სანთლები, საწმენდის საშუალება, რომელიც გამოგადგებათ ასევე სახლის გასაწმენდად და სხვადასხვა ატრიბუტი, რა თქმა უნდა, ეს რა ქვია, ბარაქის თასიც იქნება, რომელიც უნდა განათავსოთ სახალხო სუფრაზე, რომ მთელი წელიწადი, ასე რომ ვთქვათ, ბარაქიანი იყოს და შემდეგ განახებთ ზუსტად ეს რა ქვია, ყველაფერს რა იქნება შემოთავსებული. ფინანსური კოდიც იქნება, რა თქმა უნდა, გააქტიურებული თქვენ სახელზე. კარგი, ვნახოთ ახლა ჩვენ რჩევა. ვისაც შეძენილი გაქვთ შარშანდელები, დახარჯული უნდა გქონდეთ წესით. უნდა მოიხმაროთ, დახარჯოთ ხალხო, ის კი არ უნდა დადოთ და უყუროთ, საყურებელი კი არ არის და ყურებით კი არ აქვს მაგას ძალა. რომ გამოიყენეთ, მაშინ აქვს ძალა. მოდი ვნახოთ რჩევა. ძალიან კარგი ცვლილება რა. რჩევა აქ არის ის ვარიანტი, რომ სხვაგან გადავერთე უცებ და რჩევა მინდოდა, ხო? გამოსვლა ჩემოკარგებო, ცოტა ესე რომ ვთქვათ, შეტყობინება მოდის უფრო სწორად აქ, რაც იქნება ძალიან, ესე რომ ვთქვათ, აი როგორ იცით, შვებასაც რომ მოგიტანთ აი ესეთი ვარიანტი. თუმცა რატომღაც რაღაცა ან ინფორმაცია გჭირდება, თან თანხა შეგროვება, ხო? და თითქოს არ გამოდის აი საიდან მოვაგროვო ან საიდან ეხლა რა გავხდეო, ესეთ ვარიანტში ხართ აქ. მაგრამ აქ არის მიუხედავად ამ ყველაფრის შეგროვება თქვენ მაინც შეძლებთ შეჩერების მიუხედავად, იმიტომ რომ აქ ზუსტად პოულობთ თქვენ თვითონ პოულობთ გამოსავალს. თქვენ თვითონ პოულობთ კი, იმიტომ რომ აქ როგორი რაღაც არის, იცი, აქ ჯადო და თვალი და ვინმეს რაღაცა კი არ არის. აქ არის რაღაც აი ძალით შეჩერებული საქმე, აი შეგნებულად გაჩერებული, შესაძლებელია თქვენ თვითონ თქვით, რომ მოდი ახლა არ მინდა ან დავისვენებ ან რაღაცას ვიზამ და გაჩერდა ყველაფერი დასტაბილურდა რა ესეთ იმაში არის. ამიტომ ეს არის აქ მიზეზი, დავუშვათ თუ რაღაცა ამ წუთში არ გამოგდით.
აქ უნდა, რა თქმა უნდა, უკვე გჭირდებათ, როგორ იცით, თავის რეალიზაცია, უპირველესად აი სურვილი თქვენი, რატომღაც ამ ბოლო დროს ესეთ რაღაცებზე აქცენტს ვაკეთებ, ხო? თქვენი სურვილი უნდა იყოს, ჩემო კარგებო, თქვენ უნდა, როგორ არის, იცით, არა და გეძლებათ უკვე, გჭირდებათ რაღაც, აი ეს წინსვლა გჭირდებათ, მაგრამ მაინც თქვენ შეაჩერეთ, ესე ვფიქრობ, ან რაღაცა საქმე, აი შეგნებულად რო შეჩერდება, მოდი ასე ვთქვათ, რაღაცა საკითხი. რას თქვენ გაინტერესებთ, ხო, უნივერსალურია გაშლა. აქ პირდაპირ მოდი შეტყობინება, როგორ არის, იცით, თითქოს დრო არის უკვე შეფხიზლდეთ, დრო არის უკვე, როგორ იცი, გააქტიუროთ რაღაც ის თქვენი ენერგიები, პოზიტიურისკენ, კარგისკენ, всё დასრულდა, ეხლა გინდათ, ხო, ამუშავდეთ. მოდი ვიმუშავებ ეხლა ეს პერიოდი, ხო, მაშინ დავუშვათ თქვით, რომ გავჩერდები, თავშევიკავებ, ნუ რაღაცა დავისვენებ, რაც თქვით. ეხლა შეგიძლიათ უბრალოდ გააკეთოთ ესეთნაირად, რომ ეხლა ვიმუშავებ რაღაც, ახალი წლების მერე დაისვენეთ, კაცო. ოღონდ ეს უნდა თქვენ თვითონ გამოხატოთ. იმიტომ რომ ეს ასეთი მოქმედობა თუ რაღაც ესეთ პოზიციაში ყოფნა თქვენთვის არ არის განკუთვნილი. ეს ენერგია თქვენ თვითონ წარმოქმნით. აქ არავინ არ გიბლოკავთ თქვენ ენერგიას, რა ვიცი, აქ არის რამე, რაც ბლოკავს ენერგიას. გამიხსენი ინფორმაცია. არის რამე კიდე. სხვა. ой, ქალი. უცრავად. მომეხაუცებ. ამ ბოლო დროს სულ ისევ წერ. ვიდეოებს დაცვები არ მიკეთია, არც გააქტიურებული. და ეს რა ქვია, კიცა ტყობთ იმ წუთში რაღაცას დავინახა, ეს ამით ხდება. სულაც რო რაღაცა პირის ბჯენა. აქ როგორი რაღაც არის, იცით? კი არის ქალბატონიდან, ეს თვალი არის, შურიანი თვალი, ბოღმიანი. ой, ესენი რო არ შემომჩნევი ამდენი ხანი, ეს რა არის? აქ ეთყობა, თქვენ საზოგადოებაში სადაც გადიხართ, ან რამდენიმე ადგილი, ადამიანი, სადაც არის, აი უფრო მანდამან ჭირდება დიდი საზოგადოება არ იყოს, მაგრამ თავყრილობის ადგილი არის ეს. იქედან იღებთ ძირითადად ამ ემოციებს, რა ქვია. ქალს. ესე იგი, ეს როგორი ტიპაჟის ქალია, იცი? რაღაც კონკურენციას ხედავს, ან უბრალოდ როგორ იცით, მასზე ჩემზე მეტი რატო და რაღაცა ესეთი ტიპაჟის ეს არის. მე აქ ვერ ვიტყოდი, თუმცა მაგაზე აღარ გავაკეთებ აქცენტს. იმიტომ რომ არ არის ეს პირადი გაშლა. ნახეთ, ეს მომენტიც არის, მაგრამ თქვენგან უფრო მე ვფიქრობ, აი მხელა ბლოკი არის ამ ქალიდან, რომ თქვენი შეჩერება შეძლო, ანუ ვინც არის ეს. მე გასლავარაკო. კი არის. თქვენთან გამოვიდა ეს რა არის ეს. შეჩერება. არა. გასაგებია. ესე იგი თქვენთან არის უბრალოდ როგორ იცით, ემოციური ფონი იყო და რაღაც შეიძლება ან გადავიღალე, ცოტა შემსუბუქებ საკუთარად რაღაც ესეთი მომენტი ერთი შეიძლება ახლა არა, მაგრამ რაც შეჩერებული ხართ, ადრე გქონდათ და всё უკვე აღარ გინდათ, ხო, გინდათ წინსვლა. მაგრამ აქ ქალი არის, კი. რომელიც ძალიან მაგრად, ესე იგი, აჩერებს მთელ დედამიწას, რა ვიცი, მტყნის ყოლიფერს და ამ ქალიდან დაიცავით კაცო თავი. გააკეთეთ დაცვა. ვინ არის? რომ იცოდეთ, ძალიან კარგი არის მრავალმხრივი დაცვების გაკეთება. ერთი კი არა, რამდენიმე. კარგი, როგორ იქნება? აქ მე თითქოს ყველაფერი მაინც მიფიქსირდება, კარგად, მაგრამ ეს ქალი მოგშორდება, ან მოიშორებდა, რა იქნება ამ ქალიდან? ამ ქალის მოშორება რომ ასე ადვილი არ არის, თქვენ ეს იცით. ვერ იაზრებთ. ხო, მაშინ რა უნდა გააკეთოთ, რა ეს მოიშოროთ რა.
ვერ მოკლავთ ესეთ ადამიანს და ერთი გამოსავალი ყოველთვის ის არის, რომ და ჩაუჭრათ ენერგიები. თუ კი მიხვდით, ვინ არის ეს ქალი შემოკარგება. უბრალოდ აღმართეთ თქვენ შორის რაღაც დიდი კედელი და გააკეთეთ ისე, რომ თვითონ ვერ გადმოდის ამ კედელზე, თორე თქვენთვის ეს ბარიერი არ არის. თქვენ თუ გინდათ, გაივლით ამ კედელში. ესეთი რაღაცა წარმოიდგინეთ თქვენს და იმ ადამიანს შორის. სხვათა შორის მუშაობს. კარგი, ვნახოთ. როგორ იქნება ისევ შეძლებს თქვენს დაზარალებას ეს ადამიანი. იცით რა არის? რაღაც ის თქვენი სტაბილურობა, თქვენი წარმატება, პირადი ნებისმიერი რაღაცა აქ ის მომენტია, რაღაც შურის მომენტი და რატო გრძნობს უსამართლოდ თავს რა აკლია მას რამე. უსამართლოდ მთლად არა კიდე, აი რაღაც არის ხო ეს შური. იცით რა არის? ეხლა უნდა მისცეთ საშუალება ამან რომ დაგაზარალოთ, ხო? ამასთან შეხვედრა გიწევთ თქვენ. არ გაგიკვირდეთ, მოგიტუზეთ და რაღაცა გითხოთ. კარგი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორ აიქნება რჩევა რა არის, როგორ უნდა მოიქცეთ. Karmoli periodიც გაქვთ. რჩევა. ხო, რა თქმა უნდა, ახლა ესეთ რაღაცებს არ უნდა დაემორჩილოთ, არ უნდა მისცეთ განვითარების საშუალება, მე როგორც ვთქვი, ესე გააკეთეთ, შემოკარგებო. რჩევა ის არის, რომ გააქტიურდით თქვენი ენერგიები, ესე რომ ვთქვათ, ენერგიების მობილიზაცია გაუკეთეთ და უკვე ისეთნაირად, რომ აი რაც გინდათ, ის ყველაფერი გამოვიდეს. პირადია, ფინანსებია, კარიერა, წარმატება, რა ვიცი, რამე სურვილი, მიზანი ხო გაქვთ, კაცო, თუ არა გაქვთ სურვილი და მიზანი, უნდა დაისახოთ გენაცვალე. ისე არაფერი არ გამოვა ცხოვრებაში. თუ არაფერი გინდათ, არაფერი მოგეცემათ. ესა რა ქვია, ზოგიერთ ქალბატონებს გაქვთ ესეთი მიდგომა კიდე მამაკაცების, რომ არაფერს არ ვითხოვ და თუ არაფერს ითხოვთ, არც არაფერი მოგეცემათ, არც იმ მამაკაციდან. რატო გონიათ, რომ ვიღაცა მოვა ეხლა, გინდ მამაკაცი იყოს, გინდ მეგობარი იყოს, გინდ სამყარო იყოს რაღაცა და იცი რა არის, შენ არ გინდა არაფერი, მაგრამ მიდი გადაიღე რა, ეს გჭირდება შენ ეხლა, კაი ცხოვრება გჭირდება, ესა რა ქვია, საკვები გჭირდება, ჩაცმა გინდა, დახურა გინდა, რა ვიცი, მე იქნება რამე კაი ბრილიანტის ბეჭედი გჭირდებათ, ხო? გინდათ და მოვა ვიღაცა და ამ ყველაფერს შემოგთავაზებთ. ახლა მე არ ვამბობ იმას, რომ ვიღაცას ნაგლად მოთხოვოთ და იმას გქნათ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა უსურვოთ საკუთარ თავს. თუმცა სურვილის ქონასაც ესე უნდა რა ქვია, ცოდნა, ხო? კიდევ ვიძახი, ნაგლად ვიღაცას წაართვათ, ვიღაცის შეგშურდეთ, არა. თქვენი საყოფი რესურსი, კიდევ განმეორდები, არსებობს დედამიწაზე, დამერწმუნეთ. უნდა მოგეცემათ, უბრალოდ ისურვეთ და მოგეცემათ. ასეც არის ნათქვამი. თუმცა ძალიან ვინმეზე სრულებს, ჩაიფიქრებთ, იმიტომ რომ ეს შეიძლება ესეც ასრულდეს, როგორც დავუშვათ ვიღაცას წყევლა უჭრის, ხო? დაწყევლა და მე ეს რაღაცა აუსრულდა და შესრულდა. ეს ერთგვარი ახლა პირდაპირ ესე ჩადო გააკეთო არ არის, მაგრამ მაინც აქვს ეს უარყოფითი ენერგეტიკა გაუშვით ვიბრაციებმა, ასე რომ ვთქვათ, გამოიღო თავისი შედეგი. ამიტომ კარგ რამეში დახარჯეთ ეს ვიბრაციები, ვინც დავუშვათ მაგნაირად ხართ. ხო. სხვისი რაღაცა იმას ასე დაიმართოს, არა, ესეთ რაღაცებს მოაკეთებთ. თქვენ დაზარალდებით ისევ.
ამიტომ კარგ რაღაცაში დახარჯეთ, შეაბრუნეთ, შეიკავეთ თავი და ადექით და ესე თქვით, იცით რა, მე ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ ამ გაბრაზებული გულზე ახლა სახლს დავალაგებ უზოგმა როიჩის კარადას დაალაგებს. ესე ამ გაბრაზებულზე ახლა მე რაღაცას შევქმნი, აი ჩემთვის დავუშვათ და წარმოვიდგინე ამის ჯინაზე, თუნდაც კაი მაგარი. როგორი სახლი გესიამოვნება, რა გესიამოვნება, საკუთარ თავს უნდა დაუსვათ ხალხნო ეს კითხვები. იმიტომ რომ თითქმის ბოლოს სულ ესეთი ის მოდის ნაკადი თუ რა ხდება ვერ გავიგე. ხო და ასე არ არის, რაღაცას არასწორად გებულობთ. საკუთარ თავს უპირველესად უნდა დაუსვათ, კი, რა გესიამოვნება. თუნდაც ის ერთი ჭიქა ყავა გესიამოვნება, მე არ ვამბობ, ახლა აუ, კაი ცხოვრება, ვის არის სიამოვნება. ესეთ ლაპარაკს არ გეუბნებით მე თქვენ. ელემენტარულიდან იწყება ყველაფერი. თუნდაც ერთი ჭიქა ყავა აივანზე გესიამოვნებათ, ლოგინში გესიამოვნებათ. რა ვიცი, მე რაღაცა ვლადუღებენ ახლა. კაი ყავას მაკდონალდის ყავა მიყვარს მოთაშორის მე. გესიამოვნება წადით და რამდენჯერმე შეიძლება ყოველთვის არ გქონდეთ ამის საშუალება ახლა აივანზე და ლოგინში ვფიქრობ, ყველა შეგიძლიათ საკუთარ თავი გაანებუროთ. ნუ ადუღეთ და თვითონ მიირთვით და ისიამოვნეთ. აი აქედან იწყება უკვე, ნახეთ, ის დადებითი მუხტი, ვიბრაციები, აი ეს ყველაფერი, რაც უნდა შექმნათ. თქვენ თუ ესე იქნებთ, აი ვიცი რა მინდა, ახლა რა გავაკეთე, აცხადე მოამასქენი და კუთხეში მიიკუჭე და ესეც უსიამოვნოთ, ვეღარ შეირგე ის ერთი ჭიქა ყავა იყოს თუნდაც. შოკოლადი გესიამოვნებათ, კი ბატონო, მიირთვით. და ასეთნაირად უნდა დაიწყოთ. ეხლა რა გინდა საკუთარ თავს კითხო. თუნდაც რაღაცა გტკივა გაწუხებს. საკუთარ ორგანიზმს უნდა დავუსვათ, რა გაწყენინე, რა მასკენი მოეფერეთ იმ თქვენს რაღაცა ნაწილს, რომელიც გტკივათ. თუნდაც ის ნებისმიერ პირად იყოს, რატომ არ გამოდის? და რაღაცა სითბო ის ენერგია გაუშვით, რომ ეს თქვენ გინდათ, გჭირდებათ და აუცილებლად მოვა. განსაკუთრებით ეს ფინანსები. თუ თქვენ ესე უდიერად ხართ და რაღაცა, ხო, აი, უნდა იცოდეთ, სადაც სიხარულია იქ მიდის, სადაც ელიან იქ მიდის ბედნიერება, ჩემო კარგო. თქვენ თუ არაფერს არ ელოდებით და მოლოდინის რეჟიმიც არ აქვს ჩართული, არც არაფერი მოვა. რა მოვა ეხლა ვერ გავიგე. გადაიღე შენ ჯირი მე? არ მინდა კაცო რა ვამინო. აი, პირს თუ გწვავთ. მაშინ იყავით და სანამ არ მოგბეზრდებათ მაგ პოზიციაში ყოფნა, იქნებდი მე, იცით რა არის, ხასიათი გიმძიმდებათ, მე ვიღაცას ადანაშაულებთ, მე ნერვოზი გეწყებათ და წამლებს მიმართავთ, რომელიც საერთოდ არ გჭირდებათ. აქ გაქვთ არასწორად გადანაწილებული სურვილები, ენერგიები სინამდვილეში. ამიტომ ეხლა ეს ქალბატონი დაფიქსირდა თუ ვიღაცა დაფიქსირდა კაცო დაფიქსირდა ხო გავიგებთ იო გასწავლეთ გააკეთეთ ეს გაგზავნეთ თქვენ ცხოვრება მაგას დაემორჩილებით ეხლა ვერ გავიგე გასკდეს და რაც უნდა ისუქნია თქვენ გაქვთ თქვენი სურვილი მე მინდა კი მასე უკეთესი უნდა ვიყო ეს ჩემთვის არის სხვათა შორის ერთი გოგონა ნახე TikTok-ზე და რაღაცა ეს დედაკაცები ილანძღებოდნენ და გაჩერდა მგოგომ და სუნამოებს აჩვენებდა. ხალხო, მეო ეს უნდა მქონდესო. ეს არის ჩემთვისო, ჩემი არისო. თქვენისა და ბაძანკარას ხო მე შეურაცხყოფას არ გაყენებთ, არ გაბრაზებული და ლაპარაკობ. არ ექნებაო. ნახეთ ცოტა სხვანაირი ტონით თქვა, მაგრამ სიმართლე თქვა სინამდვილეში რომ დაუკვირდეთ. იმ ადამიანმა ისურვა, მოინდომა, გაიმეტა თუნდაც საკუთარებზე. თქვენ რას ვფიქრობთ, კრიჟანობა ერთმა მომწერა, ესა რა ქვია, რაღაცა თემას მიყვება ეხლა. გეტყვით კაცო და მიყვება ამ თემას და რომ არ ვაყოლებ და არ გაყოლებთ, როგორი რეაქცია გაქვთ ბევრს იცით? თუ არ მოუყევი, საიდან უნდა გაიგოს და შენ თუ მომიყევი, ხო კი, კაი, გავიგე. მაგრამ ეს არის თქვენი ვერსია. ეხლა საწინააღმდეგო მხარის მეორე ვერსია ვნახოთ. მისი ვერსიაც არსებობს. ამის შემდეგ კიდევ, რა ვიცი, ზოგადად რეალური ვერსიაც არსებობს. ხო? მე უნდა ვნახო
რა ხდება სინამდვილეში თქვენი აზრი, თქვენი შეხედულება თქვენია, მაშინ ადაკი და როგორც, რა ვიცი, ხო იცით ყველაფერი იცით აბსოლუტურად როგორ არის, ხო და მისი პასუხებიც იპოვეთ და მოაწესრიდეთ. ჩემთან რაღაცა მოდიხართ, ან ეზოთერიკოს რადო მინიხართ. მე იმას კი არ ვამბობ, მუნჯის პოზიცია უნდა იყოთ, მაგრამ მთელ ისტორიას რომ მოყვებით, რა ვიცი მე. არ არის ეს სწორი მიდგომა. და მე ვეუბნები ადამიანს დიაგნოსტიკა უნდა გაიაროთ, ნახო და იცით რა არის, ეხლა მე ეს რო გავერ ფული მეკარგება? რა ის ფული გეკარგება ადამიანო? ფული თუ გეკარგება და მივაბლოკე ეგრევე. ფული თუ გეკარგება და ეს შენთვის არ არის მნიშვნელოვანი, არ უნდა მიხვიდეთ, არ უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი. და ესეთი მიდგომით საქმე იქ არ გამოვა. პლუს თუნდაც ჩემთან მოხვიდე და კი ვიცი, ღირებულია, თანხა ადევს, აი ხოშიანიც კი ბატონო, მაგრამ გენანება და ვერ იმეტებ ამ იმაში, შენ ესაა შენი გადასახადი, რომ შენ ეს საკითხი მოგიგვარდეს. ვერ იმეტებ. კი, ვერ იმეტებ. შეიძლება ჩემთან არ გამოხატოს ბევრმა, მაგრამ შინაგანად აქვს ის დისკომფორტი და რაღაცა. ის საქმე, თქვენ რა ინფორმაციაც აიღეთ, ძალიან ნელა და გაჭირებით მოვა თქვენთან. კი ბატონო, ხანდახან არის რომ პრაქტიკოს აბრალებთ, ძალიან ბევრ რჩევებს გაძლევთ ხალხნო. არ არის ესე. არავის თუ მართლა შარლატანი არ არის და ახლა მართლა ფულზე არ არის ვიღაცა ხო, მაგრამ ეთყობა მასეთნაირ ამდენ ინფორმაციას რო გიჟღერებთ, ახლა როგორ უნდა, რა ვიცი, კიდე იფიქრო ადამიანმა, რომ არის ფული კი არის ინტერესი, მაგრამ საქმესაც ვაკეთებ. მაგრამ თქვენი ენერგია და მუხტიც მნიშვნელოვანი არის აქ. თქვენ თუ ესე გექნებათ და გადაიხადა და ეს გაკეთებულში უკვე აღარ არის ეს ის ენერგია, რაც თქვენ გამოგადგებათ. თავზე კი არ უნდა შემოივლოთ, ან რაღაცა უნდა აიღოთ და ეს ამ საქმეს ჭირდება, როგორც დავუშვათ, დენის გადასახადი გაქვთ, გაზის გადასახადი გაქვთ, წყლის გადასახადი გაქვთ, სანდასუფთავება გაქვთ, ბევრი არ იხდით სანდასუფთავება სხვათა შორის, რომელიც აუცილებელია და მე გავსებული ურნები გაწუხებთ. ამიტომ ჩავაგვეხე მაინც. მაგრამ სწორს ვამბობ. ამიტომ აი ესეთნაირად არის თქვენთან ეს პრობლემა რაღაცა არის, ხო? წარმოიქმნა და თუნდაც ინფორმაცია გაინტერესებს. ეს არის რაღაცის სანაცვლოდ და უნდა ჩვეულებრივად გადაიხადოთ. ასე კეთდება საქმე ზოგადად რომ იცოდეთ. ასე შეგერგებათ კიდეც ყველაფერი. დღევანდელი რჩევა ეს არის, წარმატებაში გიფიქსირდებათ, მაგრამ აქ ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ. გისურვებთ წარმატებებს დაგემშვიდობებით დროებით.